აუცილებლად მინდა ალეკო ელისაშვილის შემთხვევას გამოვეხმაურო. უდანაშაულოს პრეზუმფციიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება რო არ იკადრებს, იმდენად აფელი არ არის. ახლა მის რამეზე საუბარი ცოტა ზედმეტია და ნახოთ მოვლენები რას აჩვენებს. იმის მიხედვით შეიძლება დასკვნის გაკეთება ეს მართლა ემოციური გადაწყვეტილება იყო თუ ხელისუფლების დაკვეთა იყო. იმის მიხედვით შეიძლება დასკვნის გაკეთება, მაგრამ ალბათ მალე გამოჩნდება ისე რომ ამას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს და ეცდება ევროპა დაარწმუნოს რა ასეთი ტერორისტები არიან ისინი და თავის ამომრჩეველიც დაარწმუნოს ამაში. ამაში ეჭვი არ მეპარება, რა თქმა უნდა, ეცდებიან სათავისოდ გამოყენებას. მაგრამ მე მინდა თქვა, ბუნებას აქვს თავის კანონზომიერება საერთოდ და ამ ბუნების კანონზომიერებას ვერ არღვევს ვერცერთი ხელისუფლება. და ასეთი დიქტატორული ხელისუფლებების დროს, კიდე ეს ფაშიზმი იყოს, კიდე საბჭოთა კავშირი იყოს, კიდე პინოჩეტი იყოს, კიდე ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ეპოქაში ტერორს სულ მოსდებდა ტერორი. ქმედება იწვევს ტოლ და საწინააღმდეგო უკუქმედებას. და ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო. არის ეს ნათქვამი და ეს ნამდვილად ასეა და ალბათ ასეთი რაღაცები უკვე მოხდება, აი მართლა მოხდება, უკვე გაიქცევათ სადავეები ხელიდან და ასეთი რაღაცები მოხდება და მინდა გავიხსენო, საბჭოთა კავშირი იყო, მე ახალ ბავშვი ვიყავი ალბათ 70-იანი წლები. და იყო ასეთი პიროვნება, ვლადიმერ ჟვანია, თვალწინების ვლადიმერი ერთხვა, ჟვანია რო იყო, ნამდვილად ვიცი, რომელმაც ტერორისტული აქტები გააკეთა თბილისში, ქუთაისში, სოხუმში. პარლამენტთან, ქუთაისის მერიის წინ და სოხუმში აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რა ადგილას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მან ეს გააკეთა და ინაურმა და იმ დროს მართლამძიმნარებდა აგენტურაც და საბჭოთა უშიშროებაც. მე მგონია ინაური ამ დინარაძეს 10 თავი ჯობდა ყოველ შემთხვევაში და ამნაირ რაღაცებს უკვე მართლა უნდა მეველოდოთ. იმიტომ ბუნებას აქვს თავის კანონზომიერება და ეს ხელისუფლება ახლა გონს რომ მომსვლელი არაა, ფაქტია, ამიტომ უკან დახევა არ შეიძლება, ამიტომ გამძაფრება უნდა მიეცეს ქუჩას.